არჩევნების შესახებ ბრიფინგს მართავს ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. სახელმწოდებით, რომლის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობა მიიყვანოს თავისი ტირანული რეჟიმის აღიარებამდე რამენაირად. რაც წინასწარ უცხადებ, რომ არ მოხდება. მაგრამ ამ არჩევნებში მონაწილეობა კანდიდატის სუბიექტის თუ ამომრჩევლის სახით წარმოადგენს სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ისტორიულ ფაქტს, რომელიც ამ მონაწილეთა სინდის სამუდამოდ დააჩნდება. სამწუხაროდ გახარია და მილიარდერი ოლიგარქი ბანკირი ხაზარაძე გაურიგდნენ ბიძინა ივანიშვილს რეჟიმის გადასარჩენ საქმიანობაში და იღებენ მონაწილეობას ასევე რამდენიმე ისეთი პარტია, რომელიც ან არის პარტია, ან არ არის. მაგრამ აი აქ უკვე მაგალითია ლეიბორისტული პარტია, რომლის არც ერთ წევრს არჩევნების ბოიკოტის გამო არ გამოუცხადებია შენიშვნაც კი პატარა დაწუწუნებაც არ ყოფილა. აი ამას ქვია იდეისა და სამშობლოს გარშემო გაერთიანებული ადამიანთა გუნდი და მე ყველა ჩვენი პარტიის წევრსა და აქტივისტს კიდევ ერთხელ ქედმოხრით უხდი მადლობას ასეთი მამულიშვილობისათვის. ეხლა ეს არჩევნები იმითაც არის უნიკალური, რომ ჯერ კიდევ არ ჩატარებულა და დემოკრატიულმა მსოფლიომ გამოაცხადა უკანონოდ. არა დემოკრატიულად იმ დონეზე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო მოდირმა უარი თქვეს მიეღოთ მონაწილეობა დაკვირვებაშიც კი. სად უნდა წავიდეთ ამის შემდეგ? ვის უნდა მივცეთ ხმა და რა უნდა ავირჩიოთ? ეს ხო ზღაპარია ყველაფერი და თავის მოტყუება, მეგობრებო. ამიტომ ერთადერთი გზა რეჟიმისაგან ქვეყნის განთავისუფლების არის პროტესტი, სახალხო შეუწყვეტელი წინააღმდეგობა. დამატებული ლეიბორისტების მიერ დაწყებულ სასანქციო პროცესთან წალეკავს რეჟიმს და არაფერს არ დატოვებს მისგან. არჩევნების გზით დიქტატორს ვერაფერს ვერ წავართმევთ. პირიქით განვუმტკიცებთ იმ პროცესს, რასაც ქვია ქვეყნის დაქცევა, გადაშენება და გადაგვარება. შესაბამისად, მე მოუწოდებ არჩევნებში მონაწილე პარტიებს და კანდიდატებს დღესვე უარი განაცხადეთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ეგრეთ წოდებულ საკრებულოებში შესვლაზე, რათა ოლიგარქი გადარჩეს და გაათეთროს თავისი რეჟიმი მსოფლიო თანამეგობრობაში. დღესვე თქვით უსპენდით შალვა ნათელაშვილის